დილემ შვიდების ძვირფასებო, როგორ ხართ? როგორ გიგითხოთ? ქალაქში მივდივარ მე. ვიზა მივდივარ და ამდგარი არის მხოლოდ გოდე და მუხა. ჩაის მოვუწუხებ მაგათ. Adăsați moldul de care ține udalия țis swans. Fără de site calendă. Çay suyu. Mani წავის მიწლის ეს გადადის თესე რომ მიდივარ წლად ისეთი არ მინდოდა და დავიჭერით ძიში ფჩხილები ჩაის ვაკეთებ ვისაც უნდა კარაქიანს შეჭამს ვისაც უნდა კვერცხს და პულს ჩაისთან ვისაც უნდა ავიდროს მე იცით არ მომიდურებია ეს ჩემი დედამთილის მოდურებული იმიტომ რომ მე ვაშლი ვერ ვიშოვენ ხოდა აქედან გამომდინარე ვერ მოვაწყდი ჩემი ცოტა ვაშლის გავიდრო ეგეც ხოდეს და მუხას თორე ქლიავის გავიდრო მას ხუთის მორადა მას ვედის მორადა მას იგერის მორადა ხო კომშის მორადა მას არ ჭამ სულ ყოველთვის სალაპარაკო არის ჩვენი ტურება ხო იმ ერთსა და იმავესაც რომ ვერ ჭამს იმადამიანზე იფიქრე ჩვენს პეგაზერაზე და მერე იმედი არ გეწყინება თუ ფიქრობ რომ რაღაცა უნდა მეწყინოს არ უნდა განიწეროთ რაც უყვართ იმას მიეწევენ ბავშვები რაც უყვართ სულ ვიზარდ რაც უყვართ იმას მიეწევენ არაკიათ არც ხორცი და სხვათა შორის რო არ უყიდულოთ ხორცს ძალიან კარგად იცით და ოჯახისგან და გაყინულსაც აღაფროს რო არ ჭამენ იგეც ძალიან კარგად იცით კი არა ბავშვები გავიზარდეთ ღომზე და ტყემალზე ხალხონა მე ორიც საგიყო მისიაზე რაღაცაზე ყიდულობდა ადამიანები და ჭადს და ტყემალსაც რამდენს მიირთმევდნენ
მოკლედ აი ამიტომ ბრაზდები კი მოვდივართ იქაურები და კიტრის ნათალით რო იყვნენ ბავშვები ის ბავშვები ვინც ვითომ კარგად ჭამდა იმათზე ჯანმრთელები არიან და ღმერთმა ჯანმრთელობიდან ყოფილს მუდამ ყველა რატო კაცო? რა გავაკეთეთ ასეთი? შუქზე? მოიმატა? მერწოდიდე. ამას უბრალოდ სასეს დავტოვე. კიდო საკარ მოვადო. ამაში ყველა ჩაყარე. შეკარი. ერთ ოჯახში ვმუშაობდი. და ყოველი დილა იწყებოდა ჩაი. ორი კალაკიანი, გინდა ყველი, ყოველი დილა და სხვათა შორის ბევრგან კარგ ოჯახებში ვიცი რომ ყოველი დილა იწყება ასე. ყიყლიყოს არ ჭამენ ჩემი ბავშვები. კი, ბევრს უყვარს, მაგრამ არ უყვართ და რა გავაკეთო. თუ რა გონიათ, კვერცხის ათქვეფა და მერეპურის ჩაწობა და ტაფაზე გამოცხობა არ ვიცი, აი არ ვიცი, თუ ეს გონიათ. იმიტომ რომ მაგალითად ჩვენ ვიყავთ. და სხვათა შორის ყველაზე ადვილი რაღაც იყო, რაც უცებ მზადდება და მაგალითად წყალტუბოში ვმუშაობდი, რამდენჯერ დილით გინდა შუა დღეზე ან საღამოს. როდესაც მოვჩებოდით, რომ ბრუნდებოდით სახლში, სულ მაგას ვიკეთებდით, იმიტომ რომ ადვილი და იაფი იყო. Oggi tavale che adesso dopo vado che combattivi per mi ხაკირო ჩავყარე და სხვათა შორის ჯგალში რო ვიყავით ძალიან ახველებდა და ეხა 2 თუ 3 ჯერ დავახველა წუთი. აქედან გამომდინარე როგორც მანამდე უშველო ვფიქრობ რომ კიდევ ეგრე შველის Adas. Quando მოიტანა მოხამებული წინაღამი ისტორია, მაგრამ ესე პარკში რო არის ინახავს ფაქ გამხმარი არ არის და ეხა გადმოდის იქიდან
მუხა. მოხვალ. გოდე, გამოჩნდებოდას გაჩვენებ შენ. გამიფუჭა ხალხო ვიდეო. არა მისის ვთხარი თიკაი. უწმინდური რო ხარ მაგი. ეს გეგას მიცე თუ ახალს მოვიდე? მისცე გეგას, გინდა ახალი გაუკეთე, არ ვიცი მე, მიდივარ ეხლა. ამდენი დამჭერი კაცო, იმიტომ რომ პავიტლოს გიყვარს და ჭამ. გოდესაც თან წაუსები თან იმას ხენი. იმას თორეინი კადრე და იმდენი დაიბარა 12-ის ნახევარზე. მიდის ამდენ ადამიანს მხოლოდ იმადა იმ დროს, როდესაც მეც დამიბარა, როგორ უნდა მოემსახურო. ვერაფერი ვერ გავიგე. ერთი დასაჯდომი აქვთ და მიდის მერე გადაჯდომები. მე მირჩენია დროულად მომისტუმრონ, კაცო. უნდა ვუთხრა დღეს მაშინ ყველა რაზე ვიბარებთ 12-ის ნახევარზე მეთქი, კიდე ბევრი თუ მოვიდა. რიკაზე უთქვიათ, რომ ისო, კარგიო მაშინ გამოვიძახებო, მაგრამ იმ კაცმა კაცი არის რა და იმ კაცმა ვიღაცას უთხრა 12-ზე მოხვედიო შენო და გვიანი არისო და აბა ჩემ გამო იმაზე როგორ მოვა სტრადროა მაგი 6 საათზე რო დამჭირდეს მისვლა დამიბაროს ახლა ის დამიბარებს სხვა მოდის მოდი იმისი გავარებით ესე სულ ვერ ვივლი ანუ არ მაქვს ბავშვები უნდა დავტოვო ან ბავშვები არ უნდა წავიდე იქ მერე ამათი გაჩერება როგორ? გოდე, ხო თქვი მინდაო, მოდი ეხლა. წაგისმევს მამა და მოგაწუდის. გაიგე? აქ დაუდეს ვიდა მუხა. წაუსმევ და ამისმევ. ამას მოვიდუღებ, თორე იმ დღეს კი ნაღამ გული წამოვიდა, ტკივილს ვიტან. საერთოდ არ მინდა, რომ რამე მეტკინოს. ვერ ვიტან ტკივილს. და იმ ხმებს ვერ ვიტან, იმ კბილის დროს ხმები რო ვაიმე, პირდაპირ გულში რო გვხვდება. მაგიდო პირივით მეზარება იქ დაჯდომა, იქ ყოველ დაჯდომაზე ხვეწნა მაქვს მეცთან, რომ არ მეტკინოს არაფერი ვიგრძნო. ეს კაცი მეუბნებოდა, მეტკინა მეთქი რა. არ გეტკინებოდა, ორას ქვი არ მეტკინებოდა მეტკინა. ნერვი არ იყო ამოღებული, ისე მიკეთებდა და მეტკინა. არ გეტკინებოდაო. მერე კიდე დამიმატეს ის. მოქვია მაგას. წამალი. ანუ, კაი გემრიელი მოყოლობა აქვს. ცუდი კი არა, განარავე უხეშად და ისე არ ვთქვია, მაგრამ რამდენი მოითმინე მართლა სანამ აფა, იქნება არ მეტკინოს, კიდე არ მეტკინოს თქვა და მერე სხვა გზა არ მქონდა ვთქვი, რომ მეტკინა. ის მაქვს უხრანი მოცვი კექსისთვის, მაგრამ მე როდის მომაწყობ ვინიცის. ნუ ასამბლო უნდა ჭამოთ. არაფერიც არ უნდა ჭამო, რას შეჭამო? მოსვი. გაღინულია, გაბიჭოს. კექსის გამოვაწყობ მე, მაგრამ მე არ მინდა ვჭამო. გვერდს ვერ ვუვლი ამებს. ტორტია, კექსია.
ნუ გავაკეთებ ვერე მეც მინდა და ვჭამ. Ani gaastoreze, eცადე ჭიქა აწიოდეთო და პირთან მიიტანო, ეს არ შეიძლება. ეს ადასია მე ლექციებს მოითხოვს ის. ოუ. აქეს ხა. წუხო ჩამასხმელინა. არა, დაფიჭებული რა. ამას დაახუჭებს მაგიტო. ცება გიუნამა? არა, კაცო პირა, შაბათა. რა. ო შაბათ, შენ დღეს დაბადებისდღეზე მივდივარ. რომელზე მიხატვენ? 6 იქ უნდა ვიყო, შენ წავიყვან 6 როდია 15 წუთის. 6 რომ იქნება უკვე ისიგრება შუადღე. შუადღე კი არა თითქისაა მოდე. ო. მაგრამ კაი დროა, ყველას რომ მოუხერხდეს იმ დროს მისვლა მაგიტო გააკეთ. ეხლა სხვა დღე რო ყოფილიყო ხო ვერ წამიყვანდა მამა. აი ადგა დედასი. Push და ფულა. ბატონია. მოდი დედო. მოდი დედასი გორილადე. ჩემი მეკხვი დედიკო. შენ მაგარი გოგო ხალდე. შენ სუპერ გოგო ხარ დედიკო. დედი. ელიტია. Bilitsayala, atiya qedi. Shia, tsqali ginda. Tsqali, ha. Is sheli chaya. Naginda? Chaya mashi, ekha gadavasqi. Ekha gadavasqi da ekha chaya unda mashi. Oi. Filia. მე ჩემ ყავას ვაცინებ. როგორც ყოველთვის, იმედი ახლა ეს კრილს არ გამიყვეთებს. ირანული ძიოს გახერხო. და მომასწრებლებია იგი და არ მინდა რა ხეს. მაინც არ ჭამდა, რა გინდა ეს მით? ახლა მაინც ხო გესმით? არ ჭამე. დედა ხომი არასუქებსო. ეგ დედა შენს არასუქებს ერთი რაც არ უნდა ჭამოს მუცელი არ წამოეწევა და აბა მე შენ მაინც ხო ხედავ რილუკა რო ჭამო ორსული ვიდავდივარ რაღაცის ბრალია მაგრამ მე ბავშვობაში ვიცოდიე ასე რომ რა ვიცი ხალხო მართლა ბავშვობაში ვიცოდი სულ მუცელი მივერებოდა რომ შევჭამდი ყველა ერთნაირი არ ვართ ხომი ასუქებს ხალხო ნებისმიერი კეთილით ამას რო ასუქებს არაფერი არ მიჭამია ეხლა იქ ვიყავი ხომი ჭამე ცოტა გამბრელი ხომი არ მიჭამია და იმდენად მონატრებული მქონდა ხომილობი და მშავი მქონდა ჩემ დედამისის გაკეთებული ისეთი კარგი შემომეჭამა აი მარტო მჟავე ჭამა აი ამან საერთოდ არაფერი არ უჭამია მართლა ისე ვიყავით იქ და მე ისე მოვედით მარტო მჟავე ჭამა ჭამა ამან რამე იქ ადა ო მჟავეს მე საერთოდ პირი არაფერი
ვიცი, არავის არ შეერა ეგ ხალხო. ესენი არიან ესეთე. დაუდგით კატლეტები, გუფთა, არ ჭამენ. მე და მოხარ ჭამენ მთელი ხარი. გუფთა. ჩალიპული ბაქში აქვს. ჩაიპური ბახში აქვს. ხო, მომიგე. ჩაიპური ქუჩა დედას. ომი მეორე. არ ჭამენ. კაი, მე უბრალოდ ვიცი რატომაც მიწერენ მაგას. მე არ მეზარება ხალხო. შვილებს თუ არ ვაჭმევ, ვის ვაჭმევ, ხო? შარვალი ზეთური გაცივდები, ჩემი ჭყია. ხო, დედი. მე დავჩამჩ. მე ჩაიცმევ? მე ხა მუხლები რო გეტკინება. აჯობია რო ჩაიცვა. მიდი. რომელი ჩავიჩმე. შარვალი. აბა ჩაი. არაფერს არ ჭამე. ბაღში გან არამეს ჭამე. ან წიწიბურა უნდა იყოს, ან სუპი რაღაცა. არა, კაცო, სუპი როდის ჭამა? ჭამა საერთოდ სუპი. მიკრობ არა. შენ რას ჭამდი, შენ? შენც ისე იყავი. ეხლაც რას ჭამს? რა გონიათ, გოდერძი თქვენ, რას ჭამს? არაფერსაც არ ჭამს. კატლეტი, რამდენი მოუტანე ბოლოს? შევწვი. საჩინოში? საჩინოში არა, აქ კატლეტი რო გაგიკეთე ხო, გოდიში. ამოვაღებინე. მოვიტანე იქედან, ანიკო დეიდასგან და საერთოდ არაფერი არ დამიმატებია. რაც იყო ის? ამოვაღებინე იმას. ხო, აღებინა. არ ჭამენ. რა ვუყო ხა? ბავშვი ვერ მოკლავ, რასაც ჭამენ, ნატურალურს ჭამენ და შეერგებათ. არ იყო ესე ფოი-ფოი საჭულები, მაგრამ ძალიან კარგად იზრდებოდნენ ბავშვები და ჩვენზე ჯანმრთელები იყვნენ. სიმართლე რომ გითხრათ, ასე რომ ხალხო ღმერთმა ყველას მოგცეთ ბევრი. მე რაც ამათ უყვართ ის მომცეს ღმერთმა, მადლობელი ვიქნები მაგაზეც. ასე რომ საჭმელზე არასოდეს არ მიეცლებია სიმართლე რო გითხრათ. ეხა ისეთი ის მაქვს, რა ქვია, რაღაცეები გვაქვს მოსაგვარებელი, ეგ თუ მოგვიგვარდა რისი იმედი არ მაქვს დიდად და იმედი მაქვს, რომ არ მომიწევს ისევ გადაბარგება ამ ბინიდან და სად გადავბარგდე, ბინაც არ ვიცი, ქირითაც ვერ პოულობთ, ჯერჯერობით აქ არაფერს. მოკლედ რა, აღარ შემიძლია უკვე გადავიღალე. ნახე მუხა საწევს. შენი გოგო. ადა, მამას მიუტანე. მიდი, თბილია მამას მიუტანე. ეხლა ხვალ ორშაბათია. რაც მაქვს ყველაფერი უნდა წავიღო ლომბარდში, არაფერი დიდი არ არის, რაც მაქვს ესენი. ერთი ეს ამაში 300 ლარს მაძლევდნენ, მეც არა 500-800 შეგროვდება. ამასაც ჩავდებ, ცეპსაც. всё, არაფერი დამჩება, მე უნდა ჩავდო. კბილისთვის არა, კბილისთვის ამდენი არ მჭირდება. კბილისთვის მჭირდება სადღაც 750 ლარი. ცხოვრებალი ესეთი ხალხო. მარტივად არაფერი არ მოდის. მარტივად გეუბნებით მამა ჩემი. სადღაც რომელი წლიდან 22-დან თქვა ჯარისმერე რა. მანამდეც მუშაობდნენ, მაგრამ მანამდე ისწავლეს
ეს ხელობაც ალბათ თორე აბა მე საიდან ისწავლიდნენ ანუ ან დაუმთავრებიათ რამე სადმე მე მგონი თავისით ისწავლის მე მგონი ეს რაც იციან ხელობა გალესვა მშენებლობა კარბანჯრებსაც კი აკეთებდნენ ხისას გადახურვა ხოდა ფანდურებსაც კი აკეთებს კიდე რაღაცებს აკეთებს, მაგრამ მეგობრ ყველაფერი არ ეთქვება და ხისგან რა იცის რაღაცები გამოთვლა ასე შემდეგ. ხო და რის კონვინდოდა. აი, თითქოს ცხოვრება დაუსვენია, მაგრამ სანამ ჩვენ არ გავიზარდეთ, სანამ დიდები არ გავხდით, ხო, სკოლის დამთავრების მერე დავიწყეთ სახლის მშენებლობა. მანამ 4 ბავშვი ვიყავით, არაფერი განსხვავებული საჭმელი, მაგალითად, ისეთი რაღაც არ იყო, მაგრამ პური მაგალითად სულ ცდილობდნენ რომ გქონოდა სადღაც 2 და 3 დღის ჩავარდნა თუ იქნებოდა, თორე სულ გქონდა თითქმის. იმიტომ ჭადს არც ერთი არ ჭამდით, მოგდებოდით და არ ჭამდით. არც ერთი მარტო არ მაქვს ნაჭამი მე, იმიტომ რომ არ მიყვარს. რა თქმა უნდა, განასინჯი გაქვს, როცა პური არ ქონდა, მაგრამ ნაჭამი არ მაქვს. მაგის ერთხელ გავსინჯე არ მიჭამი. ხო და აი მაგის მერე არის იქ რაც გაკეთდა. ჩვენ რო გავიზარდეთ, ჩემი ძმა ჯარში რო წავიდა. და რაც არის, თუ ვერ გვედგა, მაშინ პატარა სახლი. მერე ავაშენეთ. მერე ყველამ რაღაც დავიწყეთ. არ მჭირდებოდი მიუხედავად იმისა, რომ არ მქონია პროფესია არ მაქვს და რაღაცა, სულ მაინც რაღაცაზე მუშაობდი. სულ ჩემი შემოსავალი მქონდა. არც სკოლის დროს მithოვია, იმიტომ რომ თუ რამეს მოითხოვდნენ, ვიტყოდი სახლში. და თუ სკოლაში იყო რაღაც მისატანი, მაგრამ ექსკურსიაზე მხოლოდ ერთხელ ვიყავით, მეტი არ წავსულართ. ხო და მოკლედ, ფულის თხოვნაზე საუბრობ აქ, რომ მეთხოვა მშობლებისთვის, რომ რაღაცისთვის მინდა, ერთხელ ვითხოვე და დაეზარა მამა ჩემს მოცემა რა, ხურდა არ ქონდა და გული რო დამწყდა მაგის მერე არ მithოვე. არსებული არის. მაგრამ მერე რომ იქ ვიყავი. იქედან მე არ მინდოდა, მაგრამ მათქმევინებდნენ, რომ ეს უნდოდათ, ის უნდოდათ. ეგ იყო, მაგრამ მაგის მერე არ. სულ ჩემი ქონდა, სულ ჩემი. არ დამჭდა ვარ არასოდეს. ვიდოდეს ეს თვეები მალე. დეკემბრიდან ცოტა სულს მოვითქვამდით, მაგრამ ეხლა წამოგვეწია ეგ რაღაც. ჯერ იქედან აქ რო გადმოვედით, აი რა არის, რა ახლო მანძილია, ხო? ვაიმე. რამდენი ხანი გადმოგქონდა. ამიტომ აღარ მინდა გადაბარგებაზე ფიქრი, შორს სადმე. გადაბარგებაზე არ მინდა ფიქრი. აქვე ახლოს რამე მოიძებნებოდეს არ მინდა არაფერი.
Mama, Barbie. კენ კინოა რაღაცა. ველი რო კატა. იმედი არ გამიყვეს თან და მაინც გამოვიხეხავ ერთი უცებ. 5 წუთში გადმოვა. 5 წუთში გადმოვა და 10 წუთში ეკითხება, ანუ რო უკლი 10 წუთი ისე იქ უნდა ვიყო. ეს რო ეხა წავედი და გემშვიდობებით. თავიდანვე ნიგუში აქვებული მაქვს ესენი გასწორება მინდა რა ვიცი ნახოთ. გასწორება მინდა იქ ვარსკვლავებში სანამ წავა თუ მოვახერხე რომ მოვბრუნდები, მაგრამ არ ვიცი. ამათ ეხა დაუტოვე ეს და ფაფა მაქვს გაკეთებული. ხო და აქედან გამომდინარე ჩემოსვლამდე ეყოფათ და მე რომ მოვალ რამდენი ხანია ეხა წვნიანი არ ვიჭამიათ, ამიტომ ან სუპს გავაკეთებ, ან სოუსის მაინც ბევრი წვენი უყვართ, ამათ სოუსში სქელი არ უყვართ. ხო და მაინც წვნიანი გამოვა და სტაფილოც მაქვს და კარტოფილი მოკლედ ყველაფერს გავაკეთებ. ცუდად დამეცა ეხა ეგ უკან რაღაც. წავედი ძვირფასებო. ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველა კარგს და კეთილ ადამიანს. დროებით და გემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე.